ადამიანები საკმაოდ უცნაური არსებები ვართ, ან ძალიან ხშირ შემთხვევაში გვაწუხებს ის, რაც ან მოხდა ოდესღაც, ან არასოდეს მოხდება. ან თუ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ. ძირითადად ჩვენი სცენარები, რომელსაც თავში ვხატავთ და რაზეც გამოდივლებით ვფიქრობთ, ან იყო უკვე ოდესღაც და მას არსად აღარ არსებობს სამყაროში, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვაკავშირებს თქვენთან ემოციური რაღაცა მოგონება. და ან ფიქრობ მომავლის სცენარებზე, რომლებიც სავარაუდოდ არასოდეს განხორციელდება. ანუ თუ ძალიან არ მომინდობთ და ძალიან არ ჩავიცეკლებით მაშინ. აი შუალედური მდგომარეობა, რომ წარსულია მომავალი და მე ახლა ვცხოვრობ, არაჩვეულებრივად ძალიან მარტივად გამოგვდის, როდესაც ვართ გასული ჩვენი ჩვეული სივრციდან. როდესაც აი ჩვეული მდგომარეობიდან ესე ამოგლეჯილი ხარ და ხარ სადღაც სხვაგან ჩასმული. ამიტომ ვაკეთებ ხოლმე ასე ხშირად ვეუბნებსტურებს 2018-19 წელს როცა დავიწყე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ადამიანებს სწრაფი ტრანსფორმაცია მოეხდინათ, სწრაფად გადასულიყვნენ წარსულიდან ნაწყვაში, მომავლიდან ნაწყვაში და ეცხოვრათ აქ და ახლა ყოველგვარი ზედმეტი წარსულის ემოციების და მომავლის ილუზიების გარეშე. და ვთვლი, რომ ამ პროექტებთან ძალიან მაგრად გაამართლა, უამრავმა გოგომ მიიღო ეს სიამოვნება, ახლის განმავლობაში ბევრი მეხუთე და მეექვსე მოდის უკვე და ყველა ტურზე უნდა თუ წამოვიდნენ, იმდენად დიდია მათი შედეგები ამ ორ სამ დღეში და მე ვთვლი, რომ აი ეს გასვლები, ორ-სამ დღიანი გასვლები, ზოგჯერ 4 დღიანი და საბოლოოდ ერთკვირიანი ეს არის ყველაზე სწრაფი გზა ტრანსფორმაციისთვის. ამიტომაც უნიშნავენ ხოლმე ექიმები ბოლო დროს დამჭირეთ მოგზაურობას, როდესაც ადამიანი ავადარი და მიუხედავად თუ რაღაც ესეთი არჩევს და მნიშვნელოვანი, ძირითადად ნერვული სისტემის დაავადებების დროს უნიშნავენ მოგზაურობას, იმიტომ რომ ამოიგლიჯონ თავიანთი ჩვეული გარემოდან, სადაც რუტინიდან, რუტინა არის ძალიან ცუდი რამეა, ამ რუტინიდან ამოიგლიჯონ და გადავიდნენ სადღაც ახალ ადგილას, სადაც შეძლებენ სრულად ახლებურად იაზროვნონ და ახლებურად იფიქრონ და ახლებურად განეწყონ და შესაბამისად ახლებურად იმოქმედონ. ამიტომ სიამოვნებით მიგიღებს ჩვენს პოზიტიურ და ძალიან საყვარელი გოგონების წრეში და ჩვენ ყოველთვის დავდივართ ხოლმე კარგ გარემოში, ლამაზ ადგილებში. აი ნახეთ როგორ ლამაზ გარემოში ვართ ახლა, ეს შვენიერ კასტელომარეში, სადაც აუცილებლად წამოვართ კიდევ ბევრჯერ და ვისაც გაინტერესებთ გრაფიკი ჩვენი, როდესაც მივდივართ და სადაც შემოგვიერთდეთ, მომწერეთ და გამოგგზავნეთ.